ვნახოთ რა ხდება მის გულში დღეს ამ წუთას. გაურკვევლობაშია და თვლის რომ გაეჭედა შენში. მოდი ვნახოთ. გაჭედილია. აი ძალიან უნდა თავი დაიხსნას, ძალიან უნდა გული გამოათავისუფლოს თქვენგან, მაგრამ ეს შეუძლებელია. იმიტომ რომ თქვენზე აქვს მოთხოვნილება, გეგონება რომ ემოციური შიმშილი რო აქვს ადამიანს, აი ჭირდება ამ ადამიანს, აქვს გაღიზიანება, მოთხოვნილება, მაგრამ მიმართულება როგორც ასეთი რომ ეს ყველაფერი წავიდეს სტაბილურობისკენ, რატომ რაღაც ამას ეწინააღმდეგება? შესაძლოა იმიტომ რომ დასტის ბოლოს ახმების დედოფალია, შესაძლოა თქვენ არ მიეცით ამის საშუალება, ანისი არ მოიქცე როგორც საჭიროა, იმიტომ რომ ამ მიმართულებაში მარტო თვითონ ვერ დადგება ეხა და ვერ გიკარნახებს აწავიდეთ, იმიტომ რომ თავისთავად თქვენზეც არის აქ ბევრი რამ დამოკიდებული. მე ვიტყოდი რომ ყველაფერი გაფუჭებულია მაინც. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი სევდა. ვიტყოდი ფარული სევდა, იმიტომ რომ არ აქვს ესე გამხატულად, მაგრამ აცნობიერებს. აცნობიერებს ამ ყველაფერს, უფრო ვიტყოდი რომ თქვენი დავიწყება ასე მარტივი არ არის და უფრო მეტად მე მგონია რომ ეს ადამიანი რაღაცნაირად მაინც გიყურებს, შეიძლება ეს იყოს სოციალური ქსელი ან ვინმესგან, იმიტომ რომ აქ არის აშკარად ის რომ რაღაცა ძალიან კარგად ხარ, შეცვლილი ხარ, ეფექტური ხარ. რაღაცა არის შენში ისეთი, რომ ადამიანს აოცებს, იზიდავს და უფრო მეტად აღვივებს მასში იმის სურვილს, რომ გადი ჩემი გულიდან, გადი, გამანთავისუფლე. მაგრამ ეს შეუძლებელია ამ ეტაპზე. მე ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.